What's up YouTube? Salami ყველას, ვინც უყურებს ამ ვიდეოს. მოკლედ დღეს ბიჭები გვაქვს ვიტყოდი ძალიან ისეთი სიმბოლური, ძალიან ექსკლუზიური და რასაც ქვია, იმენად სვეტში ლეგენდარული პოდკასტი. პოდკასტი იქნება შესაბამისად დღეს. არა მარტო powerlifting-ის ძალიან მაგარი საინტერესო კაცის, რომელიც ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ სამჭირის ლეგენდა არის რჩება და უზომოდ ბევრი რეალურად ისეთი საინტერესო რაღაც გარკვეული ლაიფჰაკები შეიძლება ითქვას და გარკვეული ცოდნა მე მაქვს მიღებული ამ ადამიანისგან. ვიცნობ როგორ ფაქტიურად წლები წერ მაქვს ძალიან ბევრი მაგის მასალა ფაქტიურად შეძენილი ძალიან დიდი ხნის წინ და უზომოდ საინტერესო პიროვნება არის და დღეს ვილაპარაკებ ესე იგი დეტალურად ჩემს შეიძლება ითქვას პატარა მინი ინტერვიუს ვარიანტში question answer-ის ესე იგი ფაქტიურად ისეთ რაღაც გარკვეული ფორმატით გადავწყვიტე სტენდისთვისაც მეთხოვა სტენ ეფერდინგი მოკლედ კაცი ლეგენდა კაცი რომელსაც აქვს გაკეთებული სამჭიდში ტოტალი ტონა 1000 კილო პლუს დიდი მნიშვნელობა აქვს მაგას წონთ კატეგორიაში თუ არ ვცდები 125 კილომდე და ყველაზე მთავარი ხა რაც არის მაგის ალბათ ვიტყოდი რეალურად აი просто რაღაცა არანორმალური ფაქტიურად რაღაც გარკვეული ვარიანტი რაც უზომოდ გვიზიდავს არის ის რომ კაცი არის 58 წლის ეხლა და მაგის ფორმა ეხლა მაგის ასაკში просто ეგ არის ალბათ ვიტყოდი რომ დისციპლინის ფაქტიურად რაღაც გარკვეული მაგალითი რომ ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში აკეთებს რაღაც გარკვეულ რუტინას და მაგის ხარჯზე არის ფაქტიურად ესეთ მაგარ ფორმაში და ძალიან მაგარი საინტერესო შეკითხვები რაღაცები დავუსვი იგივე ფაქტიურად ფორმატით რაც მქონდა ველნერთან ამ წინაზე. ურთიერთობა ვისთანაც მაქვს, გადავწყვიტე რომ ფაქტიურად რა ვიცი ეს ფორმატი просто მუღამი მომივიდა მე რაღაცნაირად ხალხს ხშირად ხომ წერდა ისეთი ვარიანტი უთხარი თავიდანვე სტენსაც რომ მეთქი ეს საჯაროდ თქო ვიჭვილი გავაჩ და მიპასუხე ისე მეთქი როგორც შეიძლება თქო საჭიროდ ანუ რაღაც გარკვეული ჩემი პირადი პერეპისკარაც არის ეხლა ეგ სხვა რამე არის და ეხლა ფაქტობრივად ეს რაც არის ამასაც გავაზიარებ დაიბადა ესე იგი 1967-დანია წარმოვიდგინეთ რა ანუ წარმოიდგინე რომ ქონეთ ბიჭები ეგ არის 60 წლის არის კაცი და просто ეხლა просто ისეთ ფორმაშია რომ რავი ალბათ მეც კი არა ძალიან ბევრს ფაქტიურად თეთრად შეშურდება რომ ვიზუალურად როგორც გამოიყურება ძალიან მაგარ ჯანზია მოდი ხას იმასაც გავუსმე ფაქტიურად რომ ვიტყოდი როგორ სიტუაციას რომ ყოველთვის ხაზგასმით ვიტყვი რომ მაინც გენეტიკა არის პირველ რიგში რა გენეტიკა მე შესაბამისად გარკვეულად რაღაცა აი мотиваციისა ისეთ თემაში არ ამჯერა რა мотивация მიდის მე ისე მიდის მე ვფიქრობ რომ საიდუმლო ზუსტად არის იმენა ერთფეროვნებაში და დისციპლინაში რუტინაში ადამიანი როცა აკეთებს ყოველდღე ერთ და იგივეს რა და რო არის დისციპლინირებული ადამიანი რომელიც არ არის დამოკიდებული ვიტყოდი რაღაცა გარკვეულ აი ის მინდა ეს მინდა ჩემთვის მაგალითად ხშირად მეკითხებიან რომ აი გიო როგორ უძლებ არაჭამ ხინკალს არაჭამ იმას აი ვაფშე ჩემთვის ფაქტიო ჭამა აი უბრალოდ არის უბრალოდ რაღაცა გარკვეული ჩოლობრივი რაღაცა დისციპლინის რაღაც გარკვეული ისეთი რეჟიმი რასაც სულ ერთ და იგივეს ვაკეთებ და სულ იმას ვამობდი რომ ფაქტიურად საჭმელი არის ისეთი გარკვეული უბრალო სიამოვნება რომ როგორც ნერვული სისტემის და დოფამინის მხრივ, ანუ არ უნდა ვიღებდეთ და არ უნდა ვიყოთ გაგიჟებულები ჭამაზე. ჭამა უნდა იყოს უბრალოდ ჩოლობრივი რაღაცა გარკვეული რაღაც ისეთი რაღაცა, რაც ჩვენ უბრალოდ სასიცოცხლო ვარიანტში გვჭირდება. მაგის მაგალითი არის ფაქტიურად სტენის იმპონში, რომ კაცი ახლა რასაც ველოპარაკები სულ ერთ იგივე რეჟიმში არის, სულ ერთ იგივე წესები აქვს ფაქტიურად და რაღაც გარკვეული ლაიფჰაკები აქვს თავისი წლების განმავლობაში, რაც თვითონ აკეთებს და რაც მე გამიზიარა. შეკითხვებს ფაქტიურად და იმასაც მე ვფიქრობ რომ შევა ვიოქაოში და გარკვეული ისეთ რაღაცა საინტერესო შეკითხვების ვარიანტს დეტალურად ვფიქრობ რომ განვიხილო უეჭველი დახურული ჯგუფში მან შევინახავ ამას ექსკლუზიურად იმიტომ რომ აი ვფიქრობ რომ просто მიახლოებით გამოვიდა 7-8 შეკითხვა და აი იმდენი короче რაღაცა დევს მან რომ აი ბევრი ვერ ხვდება ბევრს გონია რომ აი რაღაცას ბევრი ისეთი რაღაც გარკვეული პოდკასტი რო გადამიღია და რომ მინახია თქვა რაღაც პოდკასტი გადაღებული 2 წლის წინ. ყველაფერი ადამიანს ვერ გამახსოვდება რა დეტალურად და ვიტყვი იმ სიტუაციას რომ ხან ისეთი რაღაცა მithქვია 2 და 3 წელი რომ გამხსენებია короче მithქვია რომ აი რა დონეზე სასარგებლო რაღაც მithქვია და დარწმუნებული ვარ ხა ძალიან ბევრს არც გაუთვალისწინებელი ზარი ფაქტიურად არ აუშავს. ესე იგი როგორი სიტუაცია არის ფაქტიურად ახსნე როგორ ნიუას პირველ რიგში ვიტყვი სტენის ფაქტიურად მიღწევები რაც აქვს სპორტული. ესე იგი ტონა აქვს გაკეთებული ტონა 10 გამოდის რა. ჟიმი აქვს 275 თუ არ ვცდები 380 ფაქტიურად აქვს წიაგა და 387 აქვს პრისედი. 125 კილოს წონით კატეგორიაში.
უბრალოდ რაღაც კოსმოსური ფაქტიურად არის შედეგები, ვიტყვი როგორ სიტუაციას. ადამიანი რომელიც აკეთებს 700 კილოს ტოტალს, 700, აი უხეშად თქვა 250 უჯდება, თქვა ერთი 250, 260, 270 თქვა ეწევა წიაგას და უხეშად ერთი 170, 180 ეწევა ჟიმზე, ცვეთში გეუნებით, რომ აი იმინა ძალიან მაგარ ჯანზიერისა. ტონას ადამიანი რო აკეთებს რა. ეგ არის მინუკო მონსტრი, რასაც ქვია რა. თან დიდი მნიშვნელობა აქვს ყოველთვის ტონის კატეგორიას. ჩემი გადმოსახედით, ეხლა კაცი რომელიც არის 200 კილო და 150 კილო და კაცი რომელიც არის 125-130 კილო, განსხვავდება ძალიან რა, სვეტში. ესე იგი, დავცხებ უცებ, რომ არ მინდა ძალიან დიდი პოდკასტი ფაქტიურად გამოვიდეს და პირველი ფაქტიურად შეკითხვა რაც იყო, მაინტერესებდა კალორიულობა. მაინც ახლა ასაკში შევდივართ მეტაბოლური პროცესები ცვეთში იკლებს, მეტაბოლიზმი ისეთი არ არის, როგორც არის თქვა, რა ვიცი, 20, 22, 25 წლის, როგორც კიდე არის ავქნათ, მაინც თავისუფალი ფაქტიურად ტესამი ისეთ თემაში და კიდე სხვა გარკვეული კიდე პროცესები ნელდება, ანუ მეტაბოლიზმი ასაკში უფრო გვიქრეიტდება და ახლა ფაქტიურად ის მივხვდი კიდე რატომ არის მასეთი მშრალი, რომ ეგეც არის ისევ და ისევ გენეტიკა რა. ფაქტიურად ესე იგი დღეში მაქვსო 1 გრამი ცილა ფუნტზე. ანუ ეხლა როგორც მითხრათ თუ არ ვაცდები, წონით არის მიახლოებით 100 კილომდე მოკლედ რა. უხეშად 100 კილო თუ არ ვაცდები და ხო აი 220 ფუნტიო. 220 ფუნტი არის მიახლოებით 93-100 კილო. გამომდის 1 ფუნტი ესე გამოდის უხეშად 1 გრამი ცილა 1 ფუნტზე გამოდის 220 გრამი ცილა. ცხიმი მაქვს 1 გრამი, ეგ გამოდის უხეშად 100 გრამი. დანარჩენი რაოდენობა რაც გამომდის, ეგ არის ყველაფერი უკვე რაც კალორიულობა მრჩებაო, 3800 კალორია მაქვს დღეშიო, ვიღებ ნახში წყლებს რომ პლუს მინუს გამომდის უხეშადო 480-500 გრამი ნახში წყალი. 500 გრამ ნახში წყალზე რო იყო ადამიანი პლუს 100 გრამი ცხიმის ქონეს, ну ცილა ნორმალური არის და იყო მასეთი დაბალი ცხიმის პროცენტულობით, ეგ ვიტყოდი რომ მან არის გენეტიკის დამსახურება ცვეთში. იმიტომ რომ აგეროზი ვარ მეც 100 კილოგრამი, მეც ვარ ჰორმონშეცვლა თერაპიაზე, მე ვიღებ ახლა ხნა კომბინაციას გზად T4-ის და მიკროდოზინგი მაქვს T3 სტაჟე. გზად კიდე ვიღებ ფაქტიურად სხვა ექსპერიმენტატულ ისეთ ნივთიერებებს როგორც არის ეს ლუპი, ბამი, შიგადაშიგ პლუს რედატრუდიც ვიკეთებ და არა ვარ მე ისეთი მშრალი როგორც არის სტენი ფაქტიურად და მე პლუს მინუს იგივე რაციონი მაქვს, მაგრამ ცხიმები მაქვს დღეში მაქსიმუმი 70 გრამი. ანუ უხეშად ამას რაც რაციონი აქვს, ერთი 300-400 კალორიით მაქვს ნაკლები და პლუს ცვეთში ინტენსივობაც და დატვირთვა, რასაც მე ვაკეთებ მაგაზე მაქვს მაღალი. ამიტომ აი გამოიტანეთ დასკვნა, ანუ ჩემზე არის მიახლოებით ერთი 20 წლით არის 23-24 წლით არის დიდი. და რაც კალორიულობა მაგას აქვს, რაც ფორმა მაგას აქვს, გენეტიკის დამსახურება ეგ არის ფაქტიურად. მეორე რასაც შევეხებ ფაქტიურად, ეგ იყო ის სიტუაცია, რომ მაინტერესებდა საკვები დანამატების ვარიანტი რა. იქნება საათი აქვს თუ რაღაცა რა და ძალიან ლაითად შევეხები ამ სიტუაციას და მე ვფიქრობ, რომ ამაზე ღირს რომ დეტალურად დაღეჭილოთ, ვილაპარაკოთ დახურული ჯგუფში ამაზე შევეხები. პირველი აღნიშნა კრეატინი 5 გრამი დღეში, 100 მილიგრამი კოფეინი თიანთან ერთად. კოფეინი ეგ რა თქმა უნდა ფაქტიურად იმ კუთხით აღინიშნა ეგ პონტი, რომ კოფეინს აქვს სტიმულაცია საკმარისი ჭარბის შესაბამისად თიანინი, მაგასაც ვთქვათ, ზოგი არიან ადამიანები, დაჟე კი აი 100-150 მილიგრამზეც ემართებათ ჭარბია სტიმულაცია, კანკალი აქვს ხელის და მაგ სიტუაციას მაგრად შველის თიანინი და ტაურინი. და ვიტამინი მაქვს ყოველდღე და მაგნეზიუმი მაქვს გლიცინატის აღმოობით რა ფაქტიურად. ფარმაკოლოგიური კუთხითაც შეიძლება ითქვას ტადალაფილი 5 მილიგრამი ფაქტიურად ფამფისთვის და სიძარღვოვანი სისტემისთვის, რომ თავისთავად ტელემისარტანი ეგ მაგაზე გვაქვს მე და ამას ნელაპარაკები ძალიან ბევრჯერ ფაქტიურად ეგ საჭირო არის აი მინიმუმი 60-70% შემთხვევაში საჭიროა ეს, ვინც არის ფაქტიურად ჰორმონშემცველი თერაპიაზე და მსგავს პონზე და პლუს არის ასაკითასთან დიდი. მაგაზე სხვა დროს შევეხები ამ სიტუაციას და ლიპიდური პროფილისთვის შიგადაშიგ შეიძლება მიკროდოზინგიო ფაქტიურად რეზეტინიმის და როზულოსტატინის ამაზე გოლდენ ლაპარაკები ჩვენც გვაქვს ეგ საჭიროა ფაქტიურად და ეს ახლა ჩემთვის გასაკვირი არაფერი ცვეთში არ იყო. პროსტა ეს უბრალოდ რა მტკიცებს მაგის პროფესიონალიზმს. პროფესიონალიზმის იმ კუთხით, რომ იქ ესმის რა, წლები ადამიანის რო აქვს შეხება, ესმის ჯიგრულად ეს თემები როგორ აკონტროლოს ჯანმრთელობა TRT-ზე. კი, TRT-ზე არის, მაგას ვიტყვი მაგ სიტუაციას, ეგ არის დამალა და მე მგონი COVID походу ეხლაც მოვედით მაგ შეკითხვაზე რა. ესე იგი ფაქტიურად ვეკითხები რომ ხო ხარ მეთქი ჰორმონშემცველ თერაპიაზე? რამდენი გვაქვს მეთქი ტესტოსტერონი კვირაში მეთქი. და რამეს მსგავს ვიღებ მეთქი ზაფხულისთვის ცოტა ფორმაში მოხვიდე, ლაით ვარიანტს თქო რა. სტერიკებიდან პრიმაბოლანს მაგალითად ანოქსანდროლონს და მაგან თქვა როგორი სიტუაცია რომ 20 მილიგრამი მაქვს ინიექციური ტესტოსტერონი ყოველ დღე.
რომ ტესტი დავიჭირო მიახლოებით 1100 რეფერალური ალბათ მაგათთან არის მიახლოებით აი ზედა ზღვარზე შეიძლება უდნო ზევით არის ფაქტიურად. სიმაღლე მაქვს 153 და 220 ფუნტიო, ჩემთვის ეგ არის საკმარისი. 48 წლის ვარო და გიპოგონაძიზმი მექნებოდა რომ არ ვიყო ახლა შესაბამისად რომ გეზეთ T1 ის ვარიანტზე. ნუ ლოგიკურად ეხა ფაქტიურად და რამოდენიმე წლის წინ მინდოდა რომ წიაგისთვის ფაქტიურად რაღაც წიაგა მომიმატებინაო და ვამატებდიო მასტერონს 40 მგ-ს ყოველ დღეო რა. ტაბლეტირованები მელიჩნად არ მიყვარსო, ვიძლის თემაში და ასე შემდეგ და თირკმელების თემაშიო რა. და პლუს მე წნევის კონტროლი ცოტა მიჭირსო. როცა ვიღებ ტაბლეტირованებსო. აქ არაფერი განსაკუთრებული, პროსტ წარმოიდგინეთ ტიპი, რომელიც არის 100 კილო 20 მგ-ს ტესტს იღებს, ან კვირაში გამოსდის 140 მგ ტესტი და მომზადების პერიოდში ფაქტიურად კიდე უხეშად ამატებს 1-200 უხეშად 250 მგ-ს ფაქტიურად მასტერონს. ნიუანსი პატარა. ამერიკაში და იქით საერთოდ ძალიან მაგრად არ ევასებათ ინგიბიტორები არომატაზის. რატომაც რაღაცნაირი ესეთი დეზინფორმაცია არის მაგაზე გავრცელებული, რო არის ცუდი და ასე შემდეგ რა. ცდილობენ ყველანაირი ხრიკები გააკეთონ მაქსიმალურად იმისთვის, რომ ეგენი არ დალიონ. და ტესტსაც იმიტო ტეხავენ პატარა-პატარა მცირე რაოდენობით. როცა ჩვენში შემოდის თქვა რაღაც რაოდენობა ტესტოსტერონი, რო ხდება პიკი, შესაბამისად მე ხდება ესტრადიოლის ფაქტიოდ კონვერსია. და რაც რაოდენობა მეტი შემოდის ჩვენში ტესტის, მით მეტი კონვერსია არის ესტრადიოლში და როცა ესე პატარა-პატარა იმებად არ დატეხილი. დაჟე იყო ერთი ტიპი, ვებაზრებოდი ერთი ექიმი არის იქ ამერიკელი და ის ამბობდა რომ ცხიმოვან ქსოვიში ვაკეთებინებ ჩემს პაციენტებსო, რომ ცხიმოვან ქსოვიში გამოთავისუფლება უფრო ნაკლები არის, ანუ უფრო ნელ-ნელა გამოთავისუფლებაო და არ მოხდება ესტრადიოლის აწევაო. ნუ ამაში მე არ დავეთანხმები და რატო? მეც არა ნაკლები გამოცდილება მაქვს ამ თემებში და აი, რავი, რამდენი ანალიზი არ მინახია და ესეთი თემები მილიონჯერ ჩემზეც მიცდია, ახლა ჩემ ბიჭებსაც აქ დარბაში. და კლიენტებსაც ისეთ ვარიანტში მუღამის თემაში გაუკეთებიათ, ხო, აი, უხეშად ვიკეთებდით 25 მგ-ს ტესტს ყოველ დღე. არა, 15-20 დღეში ერთხელ მაინც მიახლოებით 500 მიკროგრამი ანასტაზოლი მაინც იქნება საჭირო. ცოტა მაინც ესტრადიული დროთა განმავლობაში იწევს. ანუ იმიტომ რომ ვაფშე ამაზე იყო და ვაფშე არ მიიღო. არა, თვეში, აი თვეში ერთხელ მაინც, 20 დღეში ერთხელ მაინც ანასტაზოლი იქნება საჭირო რა და ნუ ეხლა ყოველს თავის მოსაზრება აქვს, ეხლა მე არაფერი ამ სიტუაციაზე ფაქტიურად არ მიყვის. პროსტა მაგეთ მასეთი წარმოდგენა არის ამ თემაზე რა. ლაითად შევიხე პეპტიდებზე, თქვა რომ მარტო მელანოტონს და BPC-ს ფაქტიურადაც გამოიყენებ და რჩევების თემაში, ანუ მაინტერესებდა 4-5 რჩევა. რომ როგორ შეინარჩუნოს შენაირი ფორმა, როგორ შევინარჩუნოთ 50 წელზე ზევით ვინც არიან ფაქტიურად რა და აქ თქვა რომ ერთ და იგივე ფაქტობრივად რუტინა ძალიან ჯანსაღი ფაქტიურად ძილზე წლების წინ ვლაპარაკობდით ჩვენ სიპაპზე ფაქტიურად მაგარ ამიხსნა მაშინ წლების წინ აი ძილის პრობლემა და ფაქტიურად აპნოე აქვთ ვინც არიან ბიჭები ჯანზე აი მიახლოებით 130 კილოზე ზევით რა ძალიან დიდი პროცენტულობას აქვთ ფაქტიურად ეგ სიტუაცია და ბევრი მაგას ვაფშე არ აქცევს ყოველდღიურად და თვითონ ზინავს სიპაპით. ისეთ თემა არის რომ ძილის ვარიანტი პირველ რიგში ეგ არის ერთი რეგულარული ვარჯიშები კვირაში ორჯერ ნორმალური დატვირთვებით და ნორმალური სრულფასოვანი ფაქტობრივად კვების ვარიანტი მაქსიმალურად აი ჯანსაღი უბრალო პროდუქტები როგორიც თქვა აი ბრინჯი, კარტოფილი, ხორცი, აი ჩვეულებრივი ვარიანტი რა. საჭმელს ვიზადებო საღამოობით ან თქვა დილით თელი დღისა სულ ერთ იგივე ფაქტიურად მაქვს რაციონი და ყველაზე მაგარი ხშირი რჩევა რასაც მე უნდა ხოლმე სულ რომ ყოველი ჭამის შემდეგ მიახლოებით 10 წუთი კარგი არის ეგ უბრალოდ ნახშირწყლოვანი ფაქტიურად მეტაბოლიზმისთვის 10 წუთი ლაითად ან გასეირნება სიარული პროსტა ან თქვა ველოტრენაჟს მეც ვაკეთებ რა აი 99% ეს არის ფაქტიურად უბრალო ისეთი ვარიანტები რომ იყო ადამიანი ჯანზე ასაკში ფაქტიურად ანალიზებზე ვკითხე რა საბარებ თქო რა ანალიზებზე დამიწერა აი ძალიან გრძელი ისა მაგას ფიქრობ რომ დავდებ შეიძლება დახურვაში თუ არ დამეზარება ფაქტიურად ანალიზებზე ნუ უხეშად 2-3 წლის განმავლობაში ვაბარებ მეო და საბაზისო რაც არის ფაქტიურად მაგასაც უეჭველი გამოვიტან ტესტოსტერონი ესტროგენი შეიძლება ჯგუფი მთლიანად იგულისხმა გლიკოზირებული ჰემოგლობინი ღვიძლი სისხლის საერთო და ლიპიდური პროფილი და ასე შემდეგ რა მაინტერესებდა ფაქტობრივად როგორი სიტუაცია. მე რადგან დედლიფტი მაქვს სუსტი და ვისაც თქვა დედლიფტი გაქვს სუსტი, იმათთვის იქნება ეს კაი რჩევები, ესე იგი სტენმა გაგვიზიარა. რა რჩევები მოგვეცი მეთქი წიაგის თემის ვარიანტში თქო რა. წლის განმავლობაში არასადოთ მაქსიმუმი
4 ჯერზე მეტად წლის განმავლობაში, ანუ უხეშად მაქსიმუმებზე მისვლები შეიძლება გამოდის 4 წელიწადში რომ ვიანგაჟოთ, უხეშად 3-4 თვეში ერთხელ რა, ეგ არის. ცოტა სპეციფიკური ფაქტიურად არის მოძრაობაო, ძალის მხრივ და რაღაცაო და ყველაზე იდეალური დიაპაზონი არის 80-85% მაქსიმუმისგანო, თქვენი მაქსიმუმისგანო რა. მიახლოებით 3-ები რო გააკეთოთ რა. 2-3 გამეორება უნდა დატოვოთო ზაპასშიო. ბინძური ამოწევების გარეშეო ფაქტიურად რა. და ეს ყველაფერი შეგიძლიათ თუ კაი აღდგენითი პროცესი და აღდგენითი ფაქტიურად ნორმალურად გააქვთ პროცესები 2-3 ჯერ კვირაში შეგიძლიათ რომ გააკეთოთ ფაქტიურადო რა. მაგრამ მეო ფაქტიურად ყოველ შეიძლება ითქვას ერთხელ თვეში შეიძლება დავტესტო 90%-იან. უხეშად თუ მე ახლა ვეწევი თქვა 235-ს, გამოდის რომ 220 რო დავტესტო ხოლმე თვეში ერთხელ არის ნორმო ვარიანტი. და საუკეთესო ვარჯიშები რაც არის პრისტანიები თქვა აქ. მაგას ფიქრობ დავდებ და good morning-ები იყო ფაქტიურად ნაჩვენები კიდე როგორც რაღაც აქსესორი ვარიანტი გვირჩია. შენი განმოსახედით ლეგენდები ვინ არიან თქო ძალისმიერი სპორტის ვარიანტში და მე გამიმართლა ყველასთან მაქვს ვარჯიშებიო. სტენი ბოდიბილდინგსაც უბერავდა ადაწლების წინ და პაუერლიფტინგში თუ მივასაუბარი ფაქტიურადო იქნება ედ კოანი ეგ ხოცვეჩი მაგას ვერ შევედავებით ვერანაირად და მაიკლ ჯორდანი არის ფაქტიურად პაუერლიფტინგისო. მეორე ბოდიბილდინგის თემაში ფლექს ვილერი და ძალისმიერი სტრონგმენის თემაში ხავტორ ბიოსონი. სამივესთან კი ვიცი რომ ურთიერთობა ქონდა მას პირადად და ეხლა როგორ სიტუაციას ფაქტიურად ვეკითხები უკვე ეს ძალიან საინტერესო თემა არის. ეს დაჟე არც მახსოვდა როდის კითხე, ანუ ფაქტიურად არის თუ არა მეთქი შანსი რომ 530 კილოგრამი მეთქი დედლიფტში, მომდენო მეთქი ერთ-ორ წელიწადში ვინმე მეთქი გააკეთოს თქო. ვინმეზე მაქვს საუბარი ახავტორა შეუძლია, ან კიდე იმას კოლტონს ფაქტიურად. კოლტონს რეალურად ერთი 520-525 მართლა შეუძლია და 2 წელიწადში შეიძლება მართლა ისეთი რეალურიც თქვი, არ არის გამორიცხული. და მართალი არის თქო, ვეუბნები რომ იქით ამერიკაში ცოტა დოზები უყვართ ფაქტიურად და 5-7 გრამი მეთქი კვირის განმავლობაში გამოსდით თუ არა თქო დიდი დოზები თქო რა და ორივე ვარიანტი შესაძლებელიაო, რაც შეიძლება ითქვას ფაქტიურად და ისეთ ვარიანტში ფაქტიურად მიმუშავია ბევრთან ბიჭებთან, ვინც დიდ დოზებს იყენებდნენ ფაქტიურად რა და როცა დოზირებები იზრდებაო, შესაბამისად გვერდითი მოვლენებიც მაგრად იზრდებაო რა და უფრო ვიტყოდი ფაქტიურად რომ უფრო აი რაღაცა გარკვეულ უფრო ისეთ ვარიანტში ფაქტიურად დოზებს კი ბატონო ბაზარი არის, კაროჩი მნიშვნელობა აქვსო, მაგრამ მაგას უფრო მეტწილად აკეთებენ იმის გამო, რომ უკვე შესაბამისად ვარჯიშის მას ვეღარ ინელებენო და იმიტომაც უმატებენო რა და ანუ ამიტომ გამორიცხული არ არისო. 5 პრინციპში 5-7 გრამი რო ითქვას, თუ ტიპი ახლა არის მიახლოებით 150-160 კილოგრამი, 5 გრამიც ჯამში ყველაფერია რა. უარესების მსმენია უფრო სუმუქი ბიჭებისაც რა. ამიტომ წეჩი ეგ არ მიკვრის, ამიტომ ფაქტიურად ისეთ სიტუაცია არის, რომ ეხა უფრო მე ვიტყოდი, უფრო რომ ფაქტიურად უფრო გენეტიკის და უფრო სწორი მეთოდი ვარჯიშის და კვების არის საჭირო ფაქტიურად რა. ფაქტიურად ბოლოში კითხვა რჩევა მეთქი ახალგაზრდებს რა ფაქტიურად და ყველაზე საინტერესო მეთქი სტერიკი ძალის მომატების ვარიანტში თქო რა. იგივე რჩევას მივცემ რაც ასაკიანებსო, რეგულარობა, სტაბილურობა იმეებში რაც მაგან თქვა ფაქტიურად, ანუ სწორი კვება, სტაბილურობა რა ერთი და იგივე რა. ნუ მიესწრებით ფაქტიურად რაღაცა თქვა იმენა იდეალისტვისო და რაც შეიძლება ითქვას საბაზისო, კლასიკა ხა რა, ძილი, ჭამა და ფაქტიურად ვარჯიშის ვარიანტი რა. რაც შევეხებით ძალას ფეთს ყოველთვის ანუ ბაზა იქნება ყოველთვის ტესტოსტერონიო ცვეთში რა. მაგაზე ახლა ვერ შეეწინააღმდეგები. 90-იანებში მე რომ აქვს გაკეთებულიო ტოტალიო 2000 ფუნტზე ზევითო მე ვიყენებდი 500 მგ ტესტოსტერონს და 20 მგ დიანაბოლსო 30 დღით ადრე შეჯიბრამდეო და შემეძლო ეგ შედეგები გამეკეთებინეო რა და ისეთ სიტუაცია, ამიტომ რომ მაინც და მაინც ცვეთში აქტივსი შინაარსი ამ მაგის პასუხში, რომ დოზირებებში არ არის საიდუმლოება რა. ანუ ბევრს თუ გონია ცვეთში, რომ აი ვინც თქვათ არიან აი ძალიან ჯანზე, აი ფაქტიურად გინა მსოფლიო დონის ავიღოთ ძალისმიერ ვარიანტში. გინა ავიღოთ თქვათ, რავი, გინა მკლავჭიდში თქვათ, აი მიმუშავია ლევანისთანაც მიმუშავია თქვათ მოროზოსთანაც ვიცი ლალეტინის ისიც ფაქტია ვინც ბიჭები ჯანზე არა აქვთ რაღაცა განსაკუთრებული და რაღაც ისეთი აი არანორმალური მithon დოზები და რაღაც პროსტა ვიტყოდი მაინც რომ ხალხი არის გენეტიკურად ჯანზე ხალხი არიან შრომის უნარიანები მოსწონთ ეგ საქმე და აკეთებენ დისციპლინირებულად ანუ ხშირად ხოლმე ფაქტიურად ადრე სულ
აი ვიხსენებ აი მიახლოებით 15 და 20 წლის წინ ყველა ირონიით იყურებოდა ვარჯიშზე, რომ აი ვარჯიში თქვა, როცა გასცენა მე არ მინდოდა, რაღაცა თითქოს სოციუმი დაქცინოდა იმ პონჩი, რომ რა იყო ბიჭო ვარჯიშია, ვარჯიშოთ გართობა. და არა, აი ზუსტად ხო აი ეგ არის რა და ხალხი ვინც გენეტიკურად ჯანზე არიან და ვინც კი მიაღწიეს სპორტში რაღაცას, წლების განმავლობაში იგივე რუტინაში არიან. დადიოდნენ სტაბილურად კვირაში დარბაში 3-ჯერ, 4-ჯერ, 5-ჯერ სტაბილურად ვარჯიშობდნენ. და ფაქტიურად მაგან მოიტანა გარკვეული შედეგი. ანუ ფარმაკოლოგიაში არ არის ისა მე შევეგუე ფაქტიურად იმ სიტუაციას, რომ რაც ახლა მე გარკვეული ცოდნა გამაჩნია, უზომოდ გამოსდგომიათ უფრო სხვა ხალხს, ვინც უფრო გენეტიკურად ჯანზე არიან. მე რაც გინდა არ მიფხიკო და რაც გინდა არ გავაკეთო, მე მაგალითად დაჟე შეიძლება 300 კილო დედლიფტი ვერაზოს ვერ ამოვწიო, იმიტომ რომ გენეტიკა ფაქტიურად ეგ არის უპირველეს ყოვლისა მაინც. დანარჩენი უკვე ვნახოთ, თუ ერთი 15 და 20 წელს მოვესწარი და ვფიქრობ, რომ აი ზუსტად 15-20 წელიწადში უფრო განვითარდება ძალიან მაგრად, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი ცოტა გვეხმარება რაღაც გარკვეული ინფორმაციების ფილტრაში, რაღაც გამოკვლევაში და ასე შემდეგ. ვფიქრობ, რომ პროცესი უფრო რაღაც ვარიანტებში ფარმაკოლოგიისა უფრო წინ ძალიან წავა. მაგრამ ეგ უფრო მოხდება ალბათ 15-20 წელიწადში, რომ შეიძლება რეალურად ისეთი ფარმაკოლოგიური საშუალებები მოიგონოთ და 25-30 წელიწადში ვაფშე, რომელიც ვაფშე შეცვლის იმენა გენეტიკურ კოდს, აი ვაფშე ადამიანს, კაროჩე, რავი, ისეთ რაღაცას მოიგონებენ, აი ახლა აქ მიდევს ფაქტიურად ეს BPC მაქვს, აი BPC-ს დაგვა რაღაცა პეპტაიდს მოიგონებენ, რომელიც უნდა იკეთო თქვა 3 თვის განმავლობაში და რაღაცა მყესი თუ გააქვს თქვა, რა ვიცი თქვა 5 მმ გაგიხდება 12-იან, 15 მმ და ყოველს გადაუწევ ხელს. მსგავსი რაღაცა ვარიანტები შეიძლება რომ მოხდეს. კი, არავის არ ასჯეროდა ფაქტიურად 15 და 20 წლის წინ ვაფშე ჯერ ტელეფონი და ეს თემები ვაფშე იყო რაღაც ფანტასტიკა და ეხლა რეალურად ჩინეთში უკვე რაღაც გარკვეულ დრონებს იგონებენ, რითიც აი ფაქტიურად ტაქსის ვარიანტში იქნება დრონი, რომელიც მაღლა იფრენს და გადაიყვანს, რა ვიცი, ერთთან ორკაც რა და კი 10 წელი 15 წელი მომდენო იქნება ძალიან საინტერესო ფარმაკოლოგია, რა თქმა უნდა, არ ჩამორჩება რა. ესეთი პატარა გარკვეული პოდკასტი ბიჭები, სტენი მე მაგარი პატივსაცემ, მაგარი კაცი იმ პუნჩი რომ არასდროს არ იზარებდა ხოლმე რაღაც გარკვეულად ჩემთვის პირადად რაც ადრე. საერთო მეგობარი ყავს ჩვენ ერთი და ფაქტიურად ძალიან მაგარი კაცი არის, გარკვეულად შეიძლება მაგის ეს კობის ვარიანტებიც დავალაგოთ დახურულ ჯგუფში. თუ ფორმატი მოგწონთ და რეალურად ერთი ნიუანსი მინდა თქვა ის, რომ მე რასაც ინფორმაციას ფაქტიურად ვპოულობ და რასაც მე ვეძებ და რასაც მე ფაქტიურად ვლაპარაკობ, სულ უფრო ვლაპარაკობ ისეთ სხვა რაღაცა თემებს, რასაც ვერ იპოვით თქვენ გარკვეულად ესე ჩაოლობრივ გინდა ჩათის დახმარებით, რასაც ჩათიც ფაქტიურად რა არის, ეგ არის ჩაოლობრივ რაღაც გარკვეული, კი ბატონო, ხელოვნური ინტელექტი მან დავალებას როგორ მისცემში და როგორ მოაძებნებ ინფორმაციას და რას კითხავ და როგორი კონტექსტით კითხავ, მაგას აქვს დიდი მნიშვნელობა და უამრავი ისევ და ისევ ვიტყოდი, რომ გამოცდილება უფრო არის ბროსაიენსის თემაში. ადამიანი რომელიც რაღაცას აკეთებს ფაქტიურად, ანუ ჩათი ეძებს ფაქტიურად რაღაც გარკვეულ კვლევებს, რაც არის ინტერნეტში და ბევრი რაღაც ისეთი რაღაცა, რაც დაჟე კვლევაში ხარი, ცხოვრებაში თითქოს ვერ ამუშავებს ისე კარგად. ბევრი ნივთიერება მაგალითად კვლევაში არ არის დამტკიცებული, მაგრამ სვავ რეალობაში და მოყავ ჯანზე ცვეთში რა და ამიტომ ისევ და ისევ მე ისეთ ინფორმაციას ვალაგებ ფაქტიურად დახურულ ჯგუფში, რომ რა ვიცი, სურვილები თუ ხართ, იქით შეგიძლიათ ჩაუმიერთეთ. походу ეხლა რაღაც ძალიან მაგარ ახალ პროგრამას ნელ-ნელა ვწერ, ვთარგმნი გამძლეობის თემა, ვისაც აინტერესებს და ვისაც უნდა რომ იქცეს იმინა პოსტ და მე გამოსწრათ გამძლეობაში, იმას გამოადგება. ესეთი გარკვეული გამოდის პოდკასტი დღეს ბიჭები. ყველას დაგემშვიდობებით, ყველა იყავით ჯანზე და ყველას დროებით ადიოს.